მოვიდნენ იტალიელები და დაიწყეს ამოძირკვა ჩაის. რომ ჩვენ მივედით იქ და ვკითხეთ რატო აკეთებთ ამას. რომ რაიონის ხელმძღვანელები ხო დაგვირდნენ არაო ჩვენ იმას არ ვითხოვთ რომ არ იქ ეს დატოვოთ ჩვენ ვიყიდით ამას. და მე დაგვიბარეს იქ რაიონში. და წარმოიდგინე რაიონის ხელმძღვანელობა გვეუბნება რომ ჩვენო არ ვიცითო იქ რამდენი არისო გაყიდულიო, მაგრამ იმ იტალიელმა ჩვენ დაგვიტოვა ბრძანებულება იქ პრეზიდენტის ხელმოწერა არისო და იქ იყო ჩვენი ქალაქ წალენჯიხის 211 ჰექტარი გაყიდული. იტალიის თარჯიმანი მოყვებოდა და იმან თქვა ჩვენ უთხარით ვინ მიყიდა ეს მიწა. ახო შერჩევითაა მიწები გაყიდული. იმ კაცმა თქვა გუბერნატორ ზაზა გოროზია და წალენჯიხის რაიონის საკრებულოს გამგებელი გია ხარჩილავა. ასე გვითხრეს. და მე ხო ხედავდნენ ჩვენ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ რაიონის ხელმძღვანელები რომ ამოვიდნენ. იმათ თქვეს ჩვენ გვიკვირს ეს, იმიტომ რომ აბაშაშიო ვამუშავებდითო ჩვენ ასე მიწებს ისეო სპეცნაზი მოიყვანესო ქუთაისიდან და ახალგაზრდები დააპატიმრესო. და თქვენ წინააღმდეგობას არ გიწევენ, ალბათო ამათი ბრალიაო რომ ეს თქვენი მიწები გაყიდესო. რა მოვილაპარაკე? ამაზე ჩამოხვეწა. ხომ მიგითხარით, აბა მიწის რამდენი გინდათ მე ეს დღეს რას ნიშნავს ეს, რა საქმეა ტექნიკა შემოვიდა. შენ რა გინდა კაცო? ჩვენ ხომ მოვილაპარაკე ეს რა გინდა პოლიტიკა? რა იყო? რა იყო პასუხი? პოლიტიკისება გინდა? პასუხი რა მოგეცით მე? რატო გვეჭხურები ბატონო? მომისმინე ხა შენ მიწა გინდა და ამ ეს განკარგულება თქვენთვის ცნობილია ამ პრეზიდენტის განკარგულება. და მაშინ რატომ უარყოფთ რომ ეს მიწები არ არის გაყიდული? მე შემიძლია ეს განკარგულება შეიცვალოს, როცა ამათი ინტერესი იქნება, მაგრამ ამ პოლიტიზებულად არ გამოვა. არა ეს შენი მიწა გაარკვევა შენ. ძალიან დიდი ბოდიში რა თუ შეიძლება. გასწე პოლიტიზირებული. არა გვაქვს არაფერი, წყარო, არაფერი. მიწას უზაკი საკვარტი გამიმართულებით არ მომეცი ჩვენ გარანტია ხალხს მიეცით, რომ ის მიწები გუშინ აზორი სად არის? ჩამოიყვანეთ საკრებულოს ჩამოვიდეს. ჩვენ მამუკა მერე თქვენგან არ არის არანაირი სააბარო თქვენ მეუბნებით კი სიტყვით იქ შემოდის ტექნიკა და იწყებენ ჩაის ამოძირკვას. დაიწყო უკვე. დაიწყო იწყებენ. დღეს ხალხი რო შეკრება გაჩერდნენ. მე ავდივარ. აი ახლა თქვენ ამბობთ რომ პრეზიდენტის განკარგულებას შევცვლით თუ ამათი ინტერესი იქნა? ამაზე ლაპარაკი უნდა წავიდეს. ხო, ლაპარაკი უნდა წავიდეს, მაგრამ ერთ რაღაცას შევატყობინე ერთ რაღაცას დია, ხო. თქვენ თუ შეგიძლიათ ამათ გამო პრეზიდენტის განკარგულება შეცვალოთ. მე ვთხოვო რომ ეს არის გარკვეული რაღაც, რომელიც შეიძლება პრეზიდენტმა არ იცოდეს. მაშინ ხო, პრეზიდენტმა არ იცოდეს. ესე იგი თქვენ ბრძანებთ რომ პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, მან არ იცის. შეიძლება ხალხის ხალხი დაკმაყოფილებული აქ არ არის და ეხლა უშუალოდ ამ ხალხს პრეზიდენტთან და შეაცვლევინებთ განკარგულებას. ეს შემზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული. ეხლა მაშინ ესეთ რაღაცაში შევთავაზეთ. მიბრძანდით თქვენს პრეზიდენტთან ბატონ სააკაშვილთან. ეს ხალხი დაუკმაყოფილებელია. შეაცვლევინებთ ეს. თქვენ რა იცით რომ დაუკმაყოფილებელი? აბა ეს ხალხი გიჟია. აქ არის ზედმეტ მიწაზე ყიდვაზე. არა, ზედმეტზე არ არის. მიწა ყველას აქვს. არა. მიწა რომ არ აქვს ისეთი არ გინდა პრეზიდენტის განკარგულება შეიძლება შეიცვალოს. ფაქტიურად არის გაყიდული. ამ ეტაპზე მუშაობთ ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტი რო არ მოხდეს ამ თემატიკაზე. მაგრამ ეს შესაძლებელია პრეზიდენტის განკარგულების გარეშეც განხორციელდეს. თუ საჭირო გახდა საქმის შევაგარებ, ეს შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე განხორციელდეს ინვესტორს და მოქალაქეებს შორის. იმიტომ რომ ჩვენ მანამდეც მუშაობდით ამ თემატიკაზე და ინვესტორთან მქონდა ასეთი სიტყვა საუბარი, ადამიანური საუბარი, რომ მოსახლეობასთან კონფლიქტი არ მომხდარიყო. საერთო საპრივატიზებო ფაქტი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რაც რაიონში 2004 სექტემბრამდე. ახლა როცა პრეზიდენტის ინვესტორის შემოდის, ინვესტორის შემოსვლა ჩვენი რაიონისთვის და საერთოდ რაიონისთვის ამას თქვენს ამბობთ რომ არის სასიცოცხლო. მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ მოსახლეობასთან კონფლიქტი იყოს. თუ ეს 5-7 დღის განმავლობაში არ მოხდა და ეს ხალხი ისევ ეჭვით, ისევ შიშით გააგრძელებს იქ ყოფნას და
არაფერი არ ექნება ხელმოსაგები, ჩვენ დავიწყებთ აქციას, მე არ ვიღასაგები. კანონის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ აქციას გამგეობის წინ მოთხოვნით. კანონის ფარგლებში ადამიანებს, მოსახლეებს გადაეცეთ მიწები და შემდეგ შემოვიდეს ინვესტორი.